მერიას მიმართავთ თხოვნით, მოთხოვნით იმის გულისთვის, რომ დღეს რეალურად აი ეს ადამიანები, ვინც დგანან აქ, არიან ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც დოკუმენტალურადაც გვაქვს, გზავრებს გონიათ, რომ გვიხდიან რეალურად ჩვენ 30 ლარს, 40 ლარს და რეალურად ჩვენ დასაბუთებული გვაქვს, რომ გზავრს როცა უწერს Bolt-ი, Yandex და სხვადასხვა კომპანიები 30 ლარს, ჩვენ მძღოლებს გვიხდიან 15 ლარს აქედან. ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ესეთი უსამართლო ვითარება იყო და ესეთი საშინელი მდგომარეობა იყო, სახელმწიფო ჩაერთო ამ ყველაფერში და სახელმწიფომ დაუწესა რეგულაციები ამა თუ იმ კომპანიებს. ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში ვარ დასაქმებულები, ჩვენ არც ვიბეგრებით, არც საპენსიო დანაზოგი გვერიცხება და არაფერი აბსოლუტურად. ჩვენ ვითხოვთ ჩვენთან გაფორმდეს როგორც თანამშრომლის ხელშეკრულება, შევიკრიბეთ უამრავი მძღოლი და ეს არ გაჩერდება, მანამ სანამ ჩვენ შედეგს არ დავდებთ და მერია როგორც ჩვენგან ითხოვს, რომ მანქანებზე ლიცენზიები უნდა გქონდეს, მძღოლებს ლიცენზიები უნდა გქონდეს, ანალოგიურად ჩვენს გვაქვს ჩვენი უფლებები და ჩვენი მოთხოვნები იმ ხრივ, რომ ის გაუსაძლისი პროცენტები, ის გაუსაძლისი და უაზრო ტარიფები დაარეგულირონ. 24 საათიდან 14 საათი ადამიანი საჭესთან რო ზის და დღის ბოლოს არაფერი აღარ რჩება, მანქანის სვეთის გარდა მოხალისეთ მუშაობის სურვილი არც არავის არ გვაქვს და გუშინ აქცია გავაკეთეთ, წავედით აეროპორტში, მოვითხოვეთ ფასების დარეგულირება, რა ვიცი, რამოდენიმე ბიზნესს მაგალითად ცხოვრებაში, ანუ ძალიან დიდი ხანია მუშაობ Bolt-ზე, პატიოსნად დღე-ღამეც მუშაობ, მაგრამ არაფერი არ მქონია პრობლემა. აქცია მორჩა, გადაუსვით ხელი და გვინოდა დაწყება იმის და დავიბლოკეთ რა. არ ვიცი და არც ანუ იმის ღირსადაც არ გთვლიან, რომ გვიპასუხონ რის გულის.